ვისთვის იქნება სასიკეთო მშვიდობა და ვისთვის იქნება სასიკეთო ომის გაგრძელება. მშვიდობის დამყარებით თავად უკრაინელი ხალხი იქნება ბედნიერი. ისევე როგორც ამერიკელი ხალხი. ეს ზოგადად კაცობრიობისთვის იქნება უკეთესი. თუმცა მოდით განვიხილოთ, ვინ სარგებლობს ომით. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ოლიგარქები და უკრაინის მმართველი კლასი. ასე რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ რა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. მომავალ კვირაში ძალიან ბევრ უშინაარსო დისკუსიას მოვისმენთ უკრაინის შესახებ. თუმცა ჩვენ უნდა გქონდეს გამჭრიახობა და სიმწიფე საგარეო პოლიტიკაში, რათა ეს შეკითხვა აქტუალური გავხადოთ. რა არის ამერიკისთვის სასარგებლო? სამშვიდობო შეთანხმება. შესაძლოა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური არხებიც კი გავხსნათ. რასაკვირველია, მარტივია იმის თქმა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების დაუძინებელი მტერია. თუმცა ჩვენვე გავხადეთ რუსეთი მტერი. სინამდვილეში ახლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თავიდან ავიცილოთ რუსეთისა და ჩინეთის პოლიტიკური ქორწინება. ამ ორი ქვეყნის დაახლოება. სწორედ ეს არის ამერიკისთვის საფრთხე. ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ამერიკის ნამდვილი მტერი. რუსეთ-უკრაინის ომი მეტწილად არასაჭირო ომია. მოლაპარაკების მაგიდაზე სამშვიდობო ხელშეკრულება უკვე იდო. რუსეთი ჩვენი მტერი გახდა, რადგან მათ განსხვავებული იდეოლოგია ჰქონდათ. საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ის იდეოლოგია გაქრა და შესაბამისად არ არსებობს ლოგიკური მიზეზი, რის გამო რუსეთი ჩვენი მტერი უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი არადამაჯერებელი არგუმენტი იქნა მოყვანილი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დარჩენილიყო რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მტრად. მე ვაცნობიერებ, რომ ეპშტეინი თავის პატარა მეგობარ გილენთან და გილენის მამასთან, რობერტ მაქსველთან ერთად, რომელიც აშკარად ისრაელის დაზვერვის აგენტია, რაღაც უფრო ღრმა პროცესში იყო ჩართული. ეპშტეინი არ იყო გენიალური ჰედჯ ფონდ მენეჯერი. ის თამაშობდა როლს. ეპშტეინი იყო ადამიანი, რომელიც რეალური თამაშის მონაწილედ იქცა და მან შესანიშნავად შეასრულა ეს როლი. სპორტული შარვლები, ჰარვარდის ჟაკეტი, არეული თმა. თითქოს იმდენად ჭკვიანი იყო, რომ ღრუბლებს ზემოთ დაფრინავდა და რთულ მათემატიკურ განტოლებებს ხელსახოცებზე წერდა. მაგრამ თუ იმ ვიდეოებს ნახავთ, სადაც ადამიანები მას ამ პერიოდში ხვდებოდნენ, ისინი ამბობენ, რომ ფინანსების, ბაზრებისა და ეკონომიკის საკითხებში ის საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. და აქ ახალი არაფერია. თუ თქვენ დაზვერვის სააგენტოებში იმყოფებით, გსურთ, რაც შეიძლება მეტი კომპრომატი მოაგროვოთ გავლენიან ადამიანებზე. ეს ადველია, არ არის რთული. და ეს უკვე სპეკულაცია აღარ არის. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეპშტეინი შესაძლოა შექმნილი იყო მოსადის, ისრაელის დაზვერვის, ამერიკის დაზვერვის, საუდის არაბეთის დაზვერვის მიერ. ან იქნებ უბრალოდ დაქირავებული ფიგურა იყო. იქნებ ის იყო ადამიანი, რომელსაც ქვეყნები მიმართავდნენ. რამდენიმე $100 მილიონ ურიცხავდნენ და ეუბნებოდნენ. შეგიძლია სამეფო ოჯახის წევრი 13 წლის ბავშვთან დააკავშირო, რომ შემდეგ ის გააკეთოს, რაც ჩვენ გვინდა. უპირველესად, კონგრესის წევრები აქტიურად არიან შანტაჟის ქვეშ. ეპშტეინის სცენარი ყოველდღიურად გამოიყენება. ჯეფრი ეპშტეინი ფინანსისტი არ იყო. ის არ იყო ჰედჯ ფონდ მენეჯერი. ჯეფრი ეპშტეინი იყო მთავარი ფიგურა მრავალწლიანი შანტაჟის ოპერაციაში, რომელიც მიმართული იყო პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.